ესე იგი, გადაწყვიტა მიიღო გადაწყვეტილება, არ ვიცი, ისრაელმა განახორციელა პრევენციული დარტყმა, ამერიკელებმა განახორციელეს თუ როგორ და რა იქნება კაზუს ბელი ამ ომის, მაგრამ დაიწყო კონფლიქტი თქვენი აზრით. ჩაერთვება თუ არა აქტიურად, აი როგორც ევროპა არის აქტიურად ჩართული უკრაინის სასარგებლოდ რუსეთთან კონფლიქტში. ჩაერთვება თუ არა ესე აქტიური მხარდაჭერით, დახმარებით სამხედრო და ასე შემდეგ რუსეთი და ჩინეთი იმისათვის, რათა მაქსიმალური ზიანი მიაყენონ ამერიკელებს, ისრაელს ნაკლებად. ივანიშვილის ქართულენოვანი რუსული პროპაგანდის პერიფერიული რადიოსიხშირის YouTube არხზე თუ რაღაც მედია საშუალებაზე წამყვანმა ეს შეკითხვა 27 თებერვალს დასვა. ამ დღეს თბილისის 20%-იანი მერი მისი მაყრიონით ჯერ კიდევ არაბეთის ნახევარკუნძულზე გულაობდა, სადღაც დაკარგული ბორენკა რადნოი, მისი გარემოცვა და მისი ახლა უკვე დასაქცირებული პროპაგანდა და დიდი ალბათობით პუტინი აზრი არ არიან ხვალ რა მოხდება 20 თებერვალს სოფლიოში. თუმცა წამყვანი რაღაცას გძნობს და იცის რომ თუ რამეა მოსკოვის და პეკინის პოზიცია ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნება, რადგან იცის რომ მისი სტაბილურობის გარანტს რაღაც სვიაზები აქვს მოსკოვთან და პეკინთან. ამ სტაბილურობას მოგვიანებით ისევ მიუბრუნდებით ეს მნიშვნელოვანი ნაწილია დაიმახსოვრეთ, მანამდე კი რადგან წამყვანმა იცის და რაღაცას გძნობს, კითხვას დაჟინებით, უფრო ღია ფორმულირებით იმეორებს. და მაინც პასუხი ირანის დათმობა არის თუ არა პოლიტიკური სიკვდილი. ყოველ შემთხვევაში ყველანაირი ლეგიტიმაციის ჩამორთმევა ჩინეთისთვის და რუსეთისთვის, რომელიც ესე იგი დღეს ხმამაღლა აცხადებენ, რომ ისინიც არიან უდიდესი გეოპოლიტიკური მოთამაშეები და ახალ მრავალპოლუსიან სამყაროში მათ ეკუთვნით რაღაც ლუპა. არ ვიცი ამ დროისთვის მოსკოვის გეოპოლიტიკური სიკვდილი და პეკინის დასუსტება გაფორმდება თუ არა, რადგან არავინ არ იცის ხვალ 9 მარტს რა მოხდება მიუხედავად იმისა, რომ ირანმა და შეერთებულმა შტატებმა აიათოლების სამხედრო ინფრასტრუქტურა ბოლომდე გაანადგურეს, მაგრამ ამ პროპაგანდისტული გადაცემის სტუმრის ანალიზი რომ გამართლდა, ხუმრობ რა გათქმაოდა ფაქტია. ჩემი აზრით, აქედან გამომდინარე, ბევრად უფრო მეტ მხარდაჭერას აღმოუჩენს როგორც რუსეთი, ისე ჩინეთი. ამ შემთხვევაში ირანს ვიდრე ეს ვიხილეთ ჩვენ ვენესუელაში. სიმართლე გითხრათ, ეს გეოპოლიტიკური წიაღსვლები ამ პროპაგანდისტულ გადაცემაში შემთხვევით აღმოვაჩინე. ჩემი ინტერესი გადაცემის ბოლოში იყო, სადაც წამყვანმა შვენივრად ჩამოარაკრაკა ის გეგმა, რომელიც სადღაც ცენტრში იგეგმება, ჯერ პერიფერულ მედიაში შედის, იტესტება, ილექება და შემდეგ უკვე ცენტრალური პროპაგანდისტული კანალები ფართო აუდიტორიას აწვდიან. გეგმას, რომელიც ირანის კამპანიამდე იყო, მოგვიანებით აუცილებლად მიუბრუნდები. მანამდე კი გავიხსენოთ ასე 5 წლის წინანდელი ლაშა ნაცვლიშვილის ოდა ბატონს. ბატონს, რომელსაც ლეგიტიმაცია არ სჭირდებოდა, რადგან ის ბალახის რეალშიც იყო, მაგრამ როგორც იცით, არალეგიტიმურმა საკუთარი არალეგიტიმურობა ახლა თავად აღიარა და მის რაღაც პარლამენტს კანონებიც კი მიაღებია. ბლა ბლა ბლა. აღმოჩნდა, რომ ლეგიტიმაცია საჭირო იყო. ნუ თუ ერპინს ხრება. იმუნიტეტის სასამაღლებლად ისე ვიტამინია საჭირო, რომლის ლეგიტიმურობას უკვე კითხვის ქვეშ ვაყენებს, მაგრამ ივანიშვილი ხალხის მსახურების უკანასკნელი სიმბოლოა. სიმბოლოს კი არ ჭირდება არანაირი ლეგიტიმაცია. ის თავისთავად არსებობს. მას არ ჭირდება გაკერპება, რადგან ის თვითონ ავსხროს კერპებს. ხო და არალეგიტიმურს მისივე კულტივირებული მეორე ფრონტი, დიდი და გლობალური ფრონტი 28 თებერვალს წამოეწია. ის რომ საკუთარ ნაჭურში ჩაკეტილი ივანიშვილის სინდიკატი საკუთარ მოგონილ ისტორიაში ცხოვრობს, თბილისის გრადანაჩალნიკის დუბაიში თუ აბუ-დაბიში ვოიაჟის ფაქტიც მოწმობს. იქ რაც ხდებოდა, ვინ რა რეისით ჩამოვიდა, ვინ ვისთან ერთად იყო ბორძე და ასე შემდეგ, ეგ არ არის ჩემი საქმე. თავარია ყველა მშვიდობით დაბრუნდა. ხო და ივანიშვილის სინდიკატმა ისე დაიჯერა საკუთარი ტყუილის, რომ ყურეში რა ხდებოდა და რა შეიძლება მოხდარიყო, ვერ მიხვდა, არ იცოდა, ან როგორ ეცოდინებოდა, რუსეთი ხომ დიდია. ბევრი წიაღსვლების გარეშე, ესე რომ გაღმარიან ამაზე, ყველაზე მეტად ჩემი მეგობრის და კოლეგის მარტა არდაშელიას ერთი რემარკა. რეგიონში დიდი ომი შეერთებულმა შტატებმა პატიოსნა დაანონსეს, თუმცა ქართული ოცნების გენერალური მდივანი პარტიამ ამ ომს მაინც ვერ აარიდა. ის აბუ-დაბიში ჩარჩა. ფარდა.
კი ნამდვილად ფარდა, რომელიც ნელ-ნელა ეშვება მიტაცებულ საქართველოსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის. ჩვენს უკან კი კრემლის ბუნკერის დიქტატორია თავისი რუსკი მიდით ორი ფეხის ნაბიჯზე ჩვენ მეზობელ აზერბაიჯანში ნახიჩევანში თბილისიდან 298 კილომეტრში ირანული შაჰიდები აეროპორტს დაეცა ლამის სკოლასაც და აქ რა ხდება მოქმედი ირაკლი დუმს. ოხანაშვილის შემცვლელი დუმს უშიშროების კი არა უსაფრთხოების საბჭოც კი არ არსებობს. სპიკერები ესენი არიან. ერთი დრონის ჩამოვადგა გასაკვირველია სერიოზული საკითხია, მაგრამ ამის იქით უნდა დავინახოთ შესაძლო პრობლემები, რომელიც საქართველოს აზერბაიჯანს სომხეთს შეიძლება დაატყდეს თავს. და გარდა ამისა საგანგებოდ მნიშვნელოვანი შუადერეფანი, რომელიც აბსოლუტურად სტაბილური უნდა იყოს და ყველასგან დაცული უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, ერთმანეთში რა ურთიერთობები და დამოკიდებულება აქვთ. ზუსტად ისეთი თუ არა მსგავსი იმისა, როგორც ფუნქციაც შვეიცარიას ჰქონდა. ჩვენ გუშინ და გუშინ არ დაგვიწყდა ამაზე ფიქრი. ჩვენ წლებია ამასთან დაკავშირებით პრაგმატულ პოლიტიკას ვატარებთ. სწორედ ამის შედეგია დააკვირდით საქართველოს დარჩა ერთი ოაზისი, მე მგონი, მთელს ევროპაში და არ მხოლოდ მთელ მსოფლიოში. ჩვენ გვაქვს მშვიდობა, ჩვენ დღეს საუბრობთ ეკონომიკის განვითარებაზე, ხოლო ჩვენ სამშობლოში ფიქრობენ იმაზე, მეორე დღე გაუჩნდება თუ არა მათ მაცხოვრებელს. ბევრი ვიფიქრე ამ ორი გეოსტრატეგის სოფლიო პოლიტიკის ულუარების გროსმეისტერის, რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინეს შემდეგ მეგაგალაქტიკურ განცხადებებზე, რომელებიც უკვე შევიდა სოფლიო პოლიტიკური მეცნიერების სახელმძღვანელოებში, კომენტარი გამეკეთებია თუ არა, მაგრამ მივხვდი, ეს ჩემ ძალებს აღემატება. თან რაღაცე გავაკეთო კომენტარი, მათ ხომ ყველაფერი დაავაგეს. მეორე დღეს კი აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩატარებული ოპერაციის შედეგად ირანული ჯაშუშური ქსელი გამოავლინა, რომელიც ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენზე ტერაქტს და დივერსიას გეგმავდა. სპეცსამსახურის ცნობით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამიზნე ნავთობსადენის გარდა, ასევე იყო აზერბაიჯანში ისრაელის საელჩო, სინაგოგა და ებრაული თემის ერთ-ერთი ლიდერი. შეხსენება არ ჩნდებათ, მაგრამ იც არ იცით მათთვის, ჯერ კიდევ სამარს ბრიტანულმა გამოცემამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა შესაძლოა ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მისალდენს დაარტყას. თუ არ ვწდები ამ ინფორმაციაზე, ივანიშვილის სინდიკატს განსაკუთრებული კომენტარი არ გაუკეთებია. თუ გაუკეთებია, ბოდიში ვიხდი, მაგრამ როცა არსებობს ზარქუა, მე პირადად არაფრის არ მეშინია. სულ რომ არანაირი კომენტარი არ გააკეთოს ოხანაშვილის შემცვლელის კანტორამ, რომელსაც სხვა საქმეები აქვს. ამ საქმეებზე მოგვიანებით, მანამდე კი ერთი შეკითხვა მინდა დავსვა. საფრთხეთის ხელისუფლებამ კრეტაზე მდებარე სუდა საზღვაო ბაზაზე ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი საქართველოს ეთნიკურად არაქართველი მოქალაქე დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით 36 წლის მამაკაცი თვეების განმავლობაში იმყოფებოდა ბერძნული დაზვერვის მეთვალყურობის ქვეშ და ათენის საერთაშორისო აეროპორტში ჩასვლის შემდეგ დააკავეს. გამომძიებელები იკვლევენ, აგროვებდა თუ არა ის ირანისთვის დაზვერვის მასალებს. როიტერის ინფორმაციით ეჭვმიტანილის ტელეფონში შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავების ფოტოები იპოვეს. სუდა საზღვაო ბაზა ნატოს და შეერთებული შტატების ოპერაციებისთვის მნიშვნელოვან ცეცხლს წარმოადგენს. ინფორმაციის თანახმად საქართველოს მოქალაქე საბერძნეთში 3 თებერვალს ჩავიდა. რამე ხომ არ გსმენით ამ ამბის შესახებ ოხანაშვილის შემცვლელის კანტორიდან? თბილისი ათენის რეისში ჩავიდა საქართველოს მოქალაქე თუ ქუთაისი ათენით? თანამშრომლობდა ჯაშუშის გამოვლენაში საქართველოს საბერძნეთთან? ბევრი კითხვა ვსვამ, რელევანტური კითხვაა? თუ არა, არ დავსვამ. ალბათ არცალია ოხანაშვილის შემცვლელის კანტორას ფასებს ვინ შეებრძოლოს მერე. განსხვავებული აზრი ვინ დევნოს, ვინ უთვალთვალოს და მიაყურადოს მერე მათ, ვინც ხმამაღლა ამბობს, რომ ივანიშვილი არალეგიტიმურია, ვინ დაინტერესდეს მერე ირანის გავლენებთან დაკავშირებული კვლევების ავტორების მოტივაციაზე. სამარს ჰადსონის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა კვლევა გიორგი კანდელაკის და ლუკ-კოფის თანავტორობით, სადაც საუბარი არის იმაზე, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა გეგმაზომიერად და ორგანიზებულად აფართოებს გავლენას და გავლენის ინფრასტრუქტურას საქართველოში. კვლევაში ასევე წერია, რომ თბილისი ხელს უწყობს ირანის ინფილტრაციას და ამავდროულად საშუალებას აძლევს თეირანს შექმნას გავლენის ინფრასტრუქტურის ფართო ქსელი. ეს აქტივობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს სამხრეთ კავკასიაში, ძირს უთხრის დასავლეთის გავლენას და აძლიერებს რეჟიმს, რომელიც ერთგულია 1979 წლის ისლამური რევოლუციის იდეოლოგიის ექსპორტისა.
კვლევაში ნახსენებია ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტის ფილიალის საქართველოში, რომელიც 15 წელია ფუნქციონირებს, თუმცა კვლევის მიხედვით არ აქვს განათლების სამინისტროს აკრედიტაცია. მას შეერთებული შტატებისა და კანადის სანქციები აქვს დაწესებული ჯაშუშური საქმიანობის ექსტრემიზმის პროპაგანდისთვის. ამ თემაზე მედიაში განცხადება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა გააკეთა. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ არავითარი უნივერსიტეტი არ არის. ეს არის ტერორისტების სკოლა, რომელშიც ამზადებენ ადამიანებს, სიკვდილი ამერიკას და სიკვდილი ისრაელს სულისკვეთებით. ამ განცხადების გარდა ოხანაშვილის შემცველის კანტორა დაინტერესდა ხიდაშელის დაფუძნებული სამოქალაქო იდეის კვლევით, რომლის მიხედვითაც საქართველოში რეგისტრირებულმა 72 კომპანიამ 2022-25 წლებში ირანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა. ქართული ოცნების მხრიდან განსაკუთრებით თბილისის გრადანაჩალნიკი გამოირჩეოდა. კვლევის მოღალატეობრივი ქმედება უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი უწყებები თემით დაინტერესებოდნენ. შესაბამისად დაინტერესდნენ კიდეც. ამასობაში ქართული ოცნების რამდენიმე წევრი შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, როგორც ჩემს წინა ვლოგში ვიბარაუდე, ვაშინგტონში სამხარაძის შარტავას და ლაშქრის ჩასვლა პროპაგანდის მიერ დიდ გარღვევად გამოცხადდებოდა და 4-5 მარტს ქართულენოვან რუსულ პროპაგანდას საქმე ექნებოდა. დიდი საერთაშორისო აღიარება, გარღვევა. ასე აგიხდათ, ყველა კეთილი ნატვრა. პროპაგანდა მაგაც თავი გამოიჩნდა და როდესაც კვლევებზე საუბრობდა, არც მეტი არც ნაკლები ასეთი რიტორიკული კითხვა დასვა. როდის დაიწყო კვლევებზე მუშაობა და რატომ გამოქვეყნდა მაინც და მაინც ახლა, როდესაც ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა პიკს აღწევსო. ამის გარდა პროპაგანდამ ასევე თქვა იმ დროს გამოქვეყნდა, როცა გეოპოლიტიკური დაპირისპირების პარალელურად ჩდება წინაპირობა ქართულ-ამერიკული ურთიერთობის გადატვირთვისო და იქვე საზღვათა შორისო დაასკვნა, რომ კვლევა წინასწარ იყო მომზადებული და მოგვიანებით გამოქვეყნდაო. ახლა ქრონოლოგიურად და მერე ბოლოსკენ წავიდეთ. გადატვირთვის წინაპირობაში იგულისხმება სამხარაძე ლაშქრის შარტავას ამერიკაში ვოიაზი. შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენა, სერიოზული დარტყმა, ისედაც დასუსტებული ოპოზიციისთვისო და ეს ვოიაჟი ყველაზე სწორი დრო ვაშინგტონთან ლაპარაკისთვისო, რადგან ახლა ყალიბდება ახალი მსოფლიო დღის წესრიგიო, ამბობს პროპაგანდა. ამ ამბავში მთავარი პროპაგანდის ფრაზაა ურთიერთობის აღდგენა, ანუ არარსებულს და სამი ადამიანის ამერიკაში ჩასვლას აპრიორი აღდგენად ასაღებენ. საქმე ის არის, რომ დასანქცირებამდე 2 დღით ადრე 23 თებერვალს 12 საათსა და 2 წუთზე ეს ინფორმაცია გამოქვეყნდა. ანუ ირანის კამპანიამდე 5 დღით ადრე, თუ ივანიშვილის ირანთან დიდი ალბათობით თანამშრომლობაზე კვლევა წინასწარ იყო მომზადებული და მოგვიანებით სპეციალურად გამოქვეყნა, რა გამოდის, რომ კვლევის ავტორებმა 28 თებერვლის შესახებ დიდი ხნით ადრე იცოდნენ და უფრო მეტიც ისიც იცოდნენ, რომ ამის შესახებ ოცნებამაც იცოდა, რომელმაც ვაშინგტონთან ლაპარაკის სწორი დრო შეარჩია. ანუ ყველამ ყველაფერი იცოდა. გამეორებაც შემეძლია ამ აბსურდის, მაგრამ გონია, რომ ისედაც გაიგეთ. და კონგრესმენმა, რომელიც პუტინის ციტატებიანი შოკოლადს იღებს კირილ დიმიტრევისგან, როცა ეს სამი მიიწვია, სუვერენული ერების ალიანსის კონკრესზე იცოდა 28 თებერვალზე. წინასწარ გავჭირდა სწორი დრო, ესენი მიიწვია და სტრატეგიული ურთიერთობა იქვე აღდგა და კვლევები წინასწარ გეოპოლიტიკა, არაფერი ამირები, მაგრამ ვეცდები კიდევ ერთხელ ახსნა. სამხარაძე შარტავა ლაშქრის ამბავი, რომ ამერიკაში მიდიოდნენ 23 თებერვალს გავიგეთ. ირანის კამპანია 28-ში დაიწყო. კვლევა 3 მარტს გამოქვეყნა, ხო და გონია მარტივად გიყირავდებათ ეგ ტყუილი. მით უმეტეს, რომ დიდ გარღვევად გასაღებული სამხარაძე ლაშქრის შარტავას ვიზიტზე სახელმწიფო დეპარტამენტმა კაფეო განცხადება გააკეთა. გამგები გაიგებდა. ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორია. ჩვენ კვლავაც რჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობისკენ ისწრაფვი. სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობით მიაღწია, ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს სთავაზობს მთელ სამხრეთ კავკასიას. საქართველოს შეუძლია როგორც საკუთარი წვლილი შეიტანოს, ისე დიდი სარგებელი მიიღოს იმ სტაბილურობიდან და კეთილდღეობიდან, რასაც ეს შეთანხმება ხდის შესაძლებელს. ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობასა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კლიმატზე. ჩვენ ასევე განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამტკიცებასა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად. ანა პაულინა ულას-სამიძე, მათი ჩასვლა ბუნებრივია ივანიშვილის ლობისტებმა, რომლებიც ალბათ კიდევ ყავს რაღაც ქვედა რგოლებში, გამოიყენეს ფოტოებისთვის, აი ისევე როგორც მილანის ოლიმპიადის კულუარებში პაპარაცული ფოტოები, რომლის
რომლის შემდეგ ტრამპი რეკავდა და ტექნიკური ჯგუფი იქმნებოდა. იყო ზარი, გამორჩა, ტექნიკური ჯგუფი ჩამოვიდა. ბატონს წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები მოუხსნეს და ფრონტერას ლობიზმის ხაზზე რა ისმის და ის სენატორი, მალე სენატორი რო აღარ იქნება, რომელსაც მეგობარი აქტი დაბლოკა, მაგას ვინ ჩაანაცვლებს? ამერიკული მედიის ცნობით, სწორედ მალინის აქტიური წინამორბედობის შედეგად ვერ მოხერხდა კონგრესმენ ჯო ვილსონის მიერ ინიციირებული მეგობარი აქტის ჩართვა შეერთებული შტატების თავდაცვის ავტორიზაციის აქტში. 2025 წლის სექტემბერში დი ჰილთან მოკლე ინტერვიუში მალინმა მეგობარი აქტის წინამორბედობის ერთ-ერთ მიზეზად პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძესთან უკეთესი ურთიერთობა დაასახელა. და ეგ რომელი ირაკლია აი ეს მოქმედი? თეირანში ლამის 60-ოთახიანი სახლი რო იყიდა და მე კიდე გიკვირთ ირანთან დაკავშირებული კვლევებიო. რეალურად კი არ უკვირთ, ახლა ყველაზე მეტად ეშინიათ. ყურეში მიმდინარე ომმა კიდევ ერთხელ აჩვენა რუსეთის სიზუსტე და უუნარობა სირიის, მოლდოვას, ვენესუელას შემდეგ, ახლა ირანსაც კარგავს. სატელეფონო საუბარი ირანის პრეზიდენტთან, მშრალი განცხადებები და რუსი პროპაგანდისტების ბღავილი მოსკოვის უუნარობას ასხივებს და თუ ამ ყველაფრის ფონზე ისიც დადგინდა, რომ სანქციებულ ირანში მაგალითად ელექტროტექნიკა და სხვა საყოფაცხოვრებური ნივთები საქართველოსთან შედიოდა, მე რა სიტყვის მოქმედი ირაკლი? და ასე დროს, როდესაც ესენი გადავტვირთვაზე, დალაგებაზე, სუფთა ფურცელზე, ძველი ადმინისტრაციის მემკვიდრეობაზე და ასე შემდეგ, ტყუილებს ლაპარაკობენ, მეც მიკვირს, მაგრამ რატომ ახსენდება მარკო რუბიოსთვის საქართველოს დასმულ კითხვაზე პასუხი? დავუბრუნდები იმას, რაც ადრე ვთქვი. უპირველესია ამერიკის შეერთებული შტატების მიზნები, ჩვენი ეროვნული ინტერესები. ასე რომ ჩვენ ასე განვიხილავთ ამ საკითხს. არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც მართავს მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს. და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს. ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს და დამატებით ვარიანტებს. დღეს კონკრეტულად რას ვგეგმავთ, ჯერჯერობით ვერ გამოვაცხადებ. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება. ხო და კიევის სამდღეში დაცემის მოლოდინის არ იყოს, როგორც ჩანს, აქ და არა მხოლოდ აქ ვიღაცა ელოდებოდა, რომ ირანი წინააღმდეგობას ბოლომდე გაწევდა. შეერთებულ შტატებსა ისრაელს მარაგი ამოეწურებოდა, კრემლის გაიფაფხურებდა, მაგრამ მოსკოვს ირანული სათამაშო გაუთავდა. გლობალური სამხრეთის რუსული მოდელი და ნატო ევროკავშირის ალტერნატივა ბრიქსი ისედაც დაიმსხვრა. 3+3 ზემოდან მიყვა და აღმოსავლეთ-დასავლეთ მარშრუტის ალტერნატივა სევერ-იუგიც. ასად იანუკოვიჩთან ერთად ნარცაგორებს მადურო ციხეშია აეთოლა ლიკვიდირებულია. მოლდოვაში მარცხი აზერბაიჯანი პატარა ძმა აღარ არის. ერევანი დიდი გეოპოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა და ფაშინე დიდი ალბათობით მომავალ საპარლამენტო არჩევნებს მოიგებს. ისევე როგორც დიდი ალბათობით უნგრეთის ოპოზიცია ორბანის მმართველობას აპრილის არჩევნებზე დაასრულებს. ამ დროის მონაცემებით პუტინის ევროპული ტროასხენი 10%-იან მინუსია და მოლდოვასი არ იყოს წვალობს კრემლი იქნებ როგორმე უშველოს ორბანს. ამასობაში კი პოლონური მედია წეს, რომ რუსეთი პირდაპირ ერევა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში და იმისთვის, რომ ორბანამ არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვოს, რუსული დესანტი პიარ ჯგუფით და ასე შემდეგ ბუდაპეშტში უკვე იმყოფება და არ გაგიკვირდება თუ გეტყვით, რომ ამ ჯგუფს არც მეტი ასწლები პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ცნობილი სერგეი კირიენკო ხელმძღვანელობს. აქვე ერთი დეტალი, მაშინ როცა ყურეში მიმდინარეობი პროპაგანდას უცხოეთის ამბებში აქვს, აზერბაიჯანზე ირანული დრონები ჩეტევა ლამის მეორე ბლოკში მოხდა, პროპაგანდა ცალსაკე თემებად ჩართვებით და ექსპერტებით აშუქებს ზელენსკის ერთ უწყინარ განცხადებას. უკრაინის პრეზიდენტმა ერთ-ერთ ინტერვიუში არჩევნებზე ორბანის მოსალოდნელი მარცხი ახსენდა და გრუზისკა ემეჩნდა, უკრაინის მიერ უნგრეთის საშინაო საქმეებში ჩაარევაო და ომში მყოფი პრეზიდენტი ამისთვის როგორ იცლისო. ომში რომ არის იმიტომ იცლის და აქ მეტი ანალიზით აღარ დაგღლით. ამ ტურბულენტობაში ივანიშვილი სად არის და რას ალაგებს? ვერაფერს და სად არის საკუთარ ნაჭოში. პოლიტიკური თვითგანადგურების სტადიაში რუსული საქმის კეთებაში მხილებული პროპაგანდის ტყუილი ნაკერებზეა გახეული და ღვევის შეუგზავად პროცესშია. ამას პირველ რიგში მისი გარემოცვა, მასზე დამოკიდებული ყველა რგოლი და ბიზნეს ელიტა გზნობს პროპაგანდას, რომელიც ახლა იმის შიშია, რომ სადღაც ევროპის საზღვარზე არ შეუშვება და უგრეთის ან სლოვაკეთის საკონსულოს მიერ გაცემული ვიზა აღარ გაჭრის. პარალელურად კი მათი გრიალის ახალი ნავსაყუდელი მათ წარმოსახვაში მოსკოვიც ტერორისტებად დაბომბეს. აი ეს ის არაბეთი აქ საეჭვო ინვესტიცია რო განახორციელა და ეს ის არაბეთის ნახევარკუნძული, სადაც დიდი ალბათობით დასავლური სანქციების შიშით ქოცელიტამ კაპიტალი გაიტანა. ხო და ბორენკა
სამარადნოი აღარც მოქმედი ირაკლის, აღარც თბილისის 20%-იანი მერიკალაზის, აღარც ცოცხალი ტორილი შეფერსი, აღარც საკუთარი პროპაგანდისტების, აღარც ბიზნეს ელიტის სტაბილურობის გარანტი აღარ არის. პატოს და მის პროპაგანდას ჰიპნოზის გაკეთების საშუალება და უნარი აღარ აქვთ. რუსული მოდელით გლობალურ მტერთან დაპირისპირებას აღარ იყიდება როგორც ყველა რუსული ტყუილი გლობალური მტერის მითი აღმოჩნდა. მე რა რომ შათირას წერილები დაპაუზებულია. ჩიხში შესული პროპაგანდა და ჩიხში შესული ცენტრი კოგნიტურ დისონანსშიც არის. და ეს სამხარაძე ვის ხვდება ვაშინგტონში გლობალურ მტერს, Deep State-ს, ჩამოყალიბდით ბატონებო, ჩამოყალიბდით. ახლა ბატონის ქვემოთ შიშის ფაქტორი შესაძლოა სადღაც არსებობდეს. ცალკეულ ფულიან ბიძებს ოჯახის მომავალზე მზრუნველებს შესაძლოა უჭირდეთ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მათ რწმენა აღარ აქვთ, რომ ის რამეს იზავს, ვინმესთან დაალაგებს. ახლა ყველა იდეის და მიზნის გარეშე დარჩენილი ბატონის კი არა, საკუთარი თავის ოჯახის კაპიტალის გადარჩენის გზებს ეძებს. ერთი კაცის კონსტრუქცია ხუხულასავით იშლება. ახლა ოცნების შიგნით იმაზე დიდი ქაოსია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ერთდროს სტაბილურობის გარანტია ახლა მხოლოდ საკუთარი თავის კი არა, ყველა რგოლისთვის პრობლემაა და ყველა მიცის, რომ გადარჩენა დისტანცირებაშია. თავარი ბზარი კი ის არის, რომ ცენტრმა ინფორმაციაზე კონტროლი მონოპოლია დაკარგა. პროპაგანდა ყველა ნაბიჯზე მხილებულია ტყულში და ახლა უკვე რუსული საქმის კეთებაში. ივანიშვილმა უკურნებელი სენი თავად შეიყარა და ახლა ის პოლიტიკური აგონიის სტადიაში და გამოსავალს ისე და ისე utopიაში ეძებს ინფორმაციის კონტროლი და აზრის გამოხატვის პლატფორმების მოგუდვა განადგურება და მონოპოლიის დაბრუნება. აი ისე როგორც პუტინი ცდილობს სოციალების დაბლოკვით და მესენჯერ მაქსით აკონტროლოს მიტაცებული და ახლა დაპირებული გეგმა პერიფერიული პროპაგანდიდან. ამდენად მე ვფიქრობ, რომ პირიქით ეს კიდევ ერთხელ უფრო უწყობს ხელს პროცესს, რომელსაც ქვია სუვერენიზაცია ქვეყნის და ეს კიდევ უბიძგებს სისტემური ავტონომიზაციისთვის. ჩვენ უნდა ვიფიქროთ სხვადასხვა ალტერნატიული სისტემების შექმნაზე, მათ შორის გულისხმობ საბანკო, საგადასახადო სისტემებს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მაგას უნდა სხვათა შორის სოციალურ ქსელზეც უნდა ვიფიქროთ საკუთარზე, მათ შორის, რომელიც არ გააუქმებს, პოზ არ გაგაკვითლებს და არ დაგიწესებს სანქციებს. მოკლედ ამ ჩინური ისინი ანალოგები გადმოვიყოთ როგორც მინიმუმ თუ ჩვენი ანალოგები შექმნა. ფიქრობ გასაგებად ჩამოაყალიბა მესმის მისიც აბარაქნას, მის კონსტრუქციას დამანგრეველი ბზარი გაუჩნდა. ის საკუთარ თავთან ერთად გარემოცვის პრობლემაა და გამოსავალი შეუძლია მას მხოლოდ ერთი კონდეს პოლიტიკაში ღიად მობრუნება. საკუთარი თავის გადასაჩენად ახალი ვადამდელი არჩევნების დანიშნა თავისი ხელშეწირებით ერთი ირაკლი, მეორე ირაკლი მისთვის არაფერი აღონდ. ესეც მისი მორიგი სპეცოპერაცია იქნება იმის გათვალისწინებით და დრაკონული კანონებიც მისმა ვითომ პარლამენტმა მიიღო. მე პირადად ასე მგონია, შესაბამისად ფრთხილად და დაკვირვებით. დღეისათვის სულ ეს იყო. ბოლოს კი ტრადიციულად ან ჩვენ, ან ის თუ ის, მაშინ რკინის ფარდა და რუსეთის უკანალი. არ იქნება ივანიშვილი, იქნება საქართველო. დარჩება ივანიშვილი, არ იქნება საქართველო.